მინდა დიდი მადლობა გადავხადო ორგანიზატორებს, ძალიან გამიხარდა რომ ბევრი დიდი ხნის უნახავი მყავდით და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ დღეს ერთად ვართ. არაჩვეულებრივი გამოფენაა და ეს ორი რომ შევახამეთ და შეახამეთ ერთმანეთს ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე თუ რა შინაგანი კულტურის, რა დიდი ღირებულებების მატარებელია ყველა აფხაზეთელი. აფხაზეთიდან წამოსული დევნილობაში მყოფი ჩვენი საზოგადოება. და ასევე მინდა იესალმო ბატონი პაატას, ბატონი გიას აქ ყოფნას მე არ მეკუთვნოდა პირველი სიტყვა, იმიტომ რომ კონფლიქტების მოწესრიგების და რეგულირების სფერო პირველ რიგში ეს არის სწორედ ჩვენი სახელმწიფო მინისტრის და გიას როგორც საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის პრეროგატივა, მაგრამ წინასწარ ბოდიში უნდა მოვიხადოთ 3 საათზე არის თათბირი პრემიერ-მინისტრთან და იქ უნდა ვიყო, ამიტომ მომცეს ამის გამო პირველი მე სიტყვა. ერთ რამეს გეტყვით და მინდა ახსნა თუ რა როლი აქვს და როლი შეიძლება ჰქონდეს თავდაცვის უწყებას კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. პირველი ის რომ რა თქმა უნდა ჩემი ამოცანა თავდაცვის უწყების ამოცანა არის ის რომ გარანტირებულად უზრუნველყოთ სამშვიდობო პროცესი იყოს დაცული ესკალაციებისგან, პოტენციური აგრესიისგან და ჩემი აზრით ჩვენი შეიარაღებული ძალების რეფორმის პროგრამა სწორედ ამას მოიცავს, რომ ყავდეს სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე პროფესიული არმია, რომლის ძირითადად განვითარებული იქნება ამ არმიაში სპეციალური დანიშნულების ძალები. ეს მოგვცემ შესაძლებლობას, რომ ჩვენ ყავდეს შემაკავებელი ფაქტორები. თუ კი ჩვენი მოწინააღმდეგე კიდევ ერთხელ გადაწყვეტავს, რომ აგრესია წამოიწყოს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა არის რომ შემაკავებელი ფაქტორი ვიყოთ, დრო მოვიგოთ, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩავთოთ დროულად კონფლიქტის დაწყებიდან და პრაქტიკულად პრევენცია გავაკეთოთ და პროფილაქტიკას თუნდაც შესაძლო აგრესიის. ამას სჭირდება საკმაოდ სოლიდური თანხების და რესურსების ჩადება. მე შემიძლია გითხრათ რომ 8 მილიარდი ლარი იქნა დახარჯული თავდაცვის უწყებაზე 2004 წლის შემდეგ 2012 წლამდე. 8 მილიარდი ლარი. აშკარაა რომ ეს თანხა არ წასულა იქ და არ მოხმარებია ჩვენი თავდაცვის უნარიანობის შექმნას. ეს აშკარაა, ეს დავინახეთ 2008 წელს, დავინახეთ ასევე უამრავ მიმდინარე ელიტარული კორუფციის თუ სხვა გამოძიებებზე, რომელსაც შემდეგ უკვე შესაბამისი დასკვნების შემდეგ საზოგადოებას წარედგინება და დიდი იმედი მაქვს რომ მართლმსაჯულება და სამართლიანობა აღდგება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავჭერთ ახლა ამის გამო ტყვეობაში წარსულს. ჩვენი ამოცანა არის რაც შეიძლება სწრაფად თვისობრივად შევცვალოთ ვითარება და მე მინდა დაგვერდეთ რომ მთელი თავდაცვის უწყება ხელმძღვანელობა პირველ რიგში ხა გადართულია რაც შეიძლება სწრაფად ჩვენი ბრძოლის უნარიანობა, ჩვენი საბრძოლო სული და რაც არ უნდა დიდი ტექნიკა სამხედრო აღჭურვილობა შეიძინოთ, ერში თუ არ არის ბრძოლის სული, ბრძოლის ჟინი, ის ტექნიკა არაფერში არ დაგჭირდება, ვერც გამოიყენებთ. სწორედ ამიტომ თავარი არის ახლა განათლებაზე ვართ გადასული და ჩვენ პრიორიტეტულად ვუხდებით სამხედრო განათლებაზე, ლოჯისტიკაზე და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. აქვე ვიტყვი რომ ჩვენი სამხედროები ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ ავღანეთში და ჩვენ იცით რომ სოფლიოში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ ჩვენ მოსახლეობის ასე თქვა ზომასთან შედარებით ყველაზე დიდი ამერიკაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენ ვართ ჩვენი მოსახლეობის წილიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ის გამოცდილება რომელიც გროვდება გამოადგება სწორედ ჩვენ თავდაცვის და შეიარაღებული ძალების წინსვლას. ჩვენ მისიის ამოწურვად რჩებით ავღანეთში ამ კონკრეტული მისიის შესრულებისთვის, შემდეგ ბუნებრივია დავიწყებთ შესაბამისად ჩვენი კონტინგენტის შემცირებას, როგორც სხვა დანარჩენი საერთაშორისო წარმომადგენლები და უკვე ვფიქრობთ ვიყავით რამდენიმე კვირის წინ მინისტრების შეხვედრაზე ნატოსით, რომ როგორ დავეხმაროთ ავღანურ ძალებს, რომ შეინარჩუნონ საკუთარი შესაძლებლობები და გაზარდონ. განათლება აქაც იქნება წამყვანი. აქ ჩამოვიყვან და გავხსნით ჩვენ ავღანელ სამხედრო სპეციალისტებს და ეს მეტყველებს რომ ძალიან სერიოზულად ამაღლდა კვალიფიკაცია. ერთ პატარა იმასაც გეტყვით სტატისტიკას, ძალიან ბევრი იყო თავდაცვის სამინისტრო და დათხოვილი პროფესიონალი ადამიანები. ზოგი პირადი ასე ვთქვათ სუბიექტური მოსაზრებების გამო, ზოგიერთი ხელმძღვანელი, ზოგიც პოლიტიკური. მინდა გითხრათ რომ დაახლოებით 4000-ზე მეტი განცხადება შემოვიდა ამ თვეების განმავლობაში და უკვე დაკმაყოფილებულია 1058 და 500-ზე მეტი ამ წუთას იმყოფება განხილვის სტადიაში. ანუ პრაქტიკულად ჩვენ თავდაცვის სამინისტროში კადრების მოზიდვა, კვალიფიციური კადრების დაბრუნება დავიწყეთ და სხვა ტიპის ოფიცრების, სხვა ტიპის
ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი აზროვნების სამხედროებით დავიწყებთ ჩვენი შერეული ძალების დაკომპლექტებას და მე დარწმუნებული ვარ ძალიან მალე შედეგს მოიტანს. ეხლა თვითონ კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ მე არა ვარ არანაირად მოლაპარაკების პროცესში ჩართული. ბატონ პაატასთან, გიასთანაც ძალიან ხშირად გვაქვს აზრების გაცვლა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის თავდაცვითი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების გაჩენით შევძლებთ უზრუნველყოთ უსაფრთხო გარემო მოლაპარაკების წარმოშობას. აი ეს არის ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა. არ მივცეთ წინაპირობა ნებისმიერი მიზეზი ოკუპანტებს რუსეთის ფედერაციის სახით, რომ რაიმე დააბრალოს ქართულ მხარეს და დაიწყოს ესკალაცია კონფლიქტის. ესკალაცია კონფლიქტის არ მოხდეს. ამ ამოცანიდან გამომდინარე ვართ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში შესაბამის სტრუქტურებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვიწყებთ ერთობლივ წვრთნებს, მაგალითად რაც დაატრიალდა ლაფანყურში ცნობილი მოვლენების დროს, ეს იყო პირველ რიგში სწორედ არაკოორდინირებული ურთიერთქმედების ბრალი შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურების. ჩვენ ასევე მინდა გითხრათ, რომ პრაგმატიზმი, რომელიც შემოვიდა ჩვენ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში და როდესაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დანიშნა თავის спецწარმომადგენელი, მე მინდა თქვენ კარგად იცოდეთ, რომ მისი მანდატი არის ძალიან ნათლად გაწეული. მას არ აქვს არანაირი უფლება ილაპარაკოს პოლიტიკურ ნაწილზე კონფლიქტების მოგვარების, მას აქვს მანდატი, რომ დაიწყოს სავაჭრო და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან. ანუ პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესში ჩართული იქნება ბატონი პაატა და შესაბამისად ჟენევის ფორმატში წარიმართება ისევაც მოლაპარაკებები. აქამდე ეს ხო წარუმატებელი. დღეს გაჩნდა იმპულსები იმის, რომ შეიძლება მოლაპარაკება წარმატებულად გაიმართოს და აღდგება მთავარი საკითხი. ჩვენი დევნი აფხაზეთების საზოგადოების გარეშე მოლაპარაკებებში ლეგიტიმური ზურგი ქართულ მხარეს არ იქნება. თუ თქვენ არ იქნებით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის თანამონაწილე. სწორედ ამიტომ დღევანდელი შეხვედრაც მომავალში სხვა შეხვედრების პირდაპირ უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ თქვენ სრულად გქონდეთ ინფორმაცია ხელისუფლება რა ნაბიჯებს გავს და გქონდეთ თანამონაწილეობის საშუალება. ამის სხვადასხვა ფორმა არსებობს და მე დარწმუნებული ვარ ამ სტრუქტურას თვითონ თანამშრომლობის, დევნილი საზოგადოების ინფორმირების, მათი ჩართულობის უკვე კონკრეტულად ბატონ პაატასთან ერთად და გიასთან და თქვენს მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად აუცილებლად მოვახერხებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია და თქვენთვისაც ალბათ, რომ ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ვეტერანების მდგომარეობაა, აფხაზეთელი ვეტერანების. ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო კომისია უკვე მუშაობს, სადაც შემუშავებული იქნება ზუსტად ვეტერანთა დეპარტამენტი რა ფორმით იქნება ორგანიზებული, ის არ იქნება გენერალურ შტაბში. არ იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც პირდაპირ მთავრობას და თავმჯდომარეს დაექვემდებარება, იმიტომ რომ ძირითადად სოციალური საკითხები სწორედ ამ ორგანიზაციის გადასაწყვეტი იქნება, თუმცა სხვა მოსაზრებებიც არის, რომ თავდაცვის ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეს დაექვემდებარების ან შევიდეთ ჯანდაცვის ორგანიზაციაში, ჯანდაცვის სამინისტროში. ეს სამი ვარიანტი განიხილება. მე დაუფარავად ჩემი აზრი ღიათაც ვთქვი, რომ მე მხარს უჭერ პირადად რომ ის იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც შევა თავრობის თავმჯდომარესთან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სამი სრულმასშტაბიანი ომი გადატანილი რუსეთის ფედერაციასთან, ყავს უამრავი ვეტერანი, არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროსი, უშიშროების სამინისტროსი, ასევე სხვა უწყებების, აქედან გამომდინარე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და შემდეგ აღსრულება სწორედ დამოუკიდებელ სტრუქტურას უფრო შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან და ესე არის თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და რიგ ქვეყნებშიც. ამიტომ ეს პროცესები დაწყებულია და უახლოეს პერიოდში შემიძლია თქვა ალბათ, რომ უკვე სტრუქტურულადაც გამართული იქნება, რაც თავარია სამართლებრივი ბაზა იქნება გამართული, რაც გარანტირებულად მისცემს ყველა ვეტერანს იმ უფლებას, სოციალური დაცვის იმ შესაძლებლობას, რაც სახელმწიფოს ვალდებულება და ვერცერთი პრემიერ-მინისტრი, ვერცერთი მინისტრი, ვერცერთი პრეზიდენტი ამ ბერკეტს წინასაარჩევნო მომავალში ვერ გამოიყენებს. კანონი იქნება გარანტირებული ეს უფლებები ჩვენი ვეტერანებისთვის. აი ამ საქმიანობით არის დაკავებული ამ ბოლო 4 თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი უშუალო მოლაპარაკების პროცესში არა ვართ ჩართული, თუმცა ბუნებრივია გვაქვს სხვადასხვა შეხების წერტილები, მათ შორის არაფორმალურიც, ასე ვთქვათ, ადამიანური ურთიერთობები, რაც გაგვაჩნდა და ყველაფერს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ მოლაპარაკების პროცესი იყოს წარმატებული, აღარ იყოს სხვადასხვა ექსცესები, რაც ანგრევდა პატარა მიღწევებსაც კი მოლაპარაკების პროცესში, როდესაც ერთი ხელით ლაპარაკობდით და მეორე ხელით ვაფუჭებდით საერთო საქმეს, ეს იქნებოდა სხვადასხვა სახის ოპერაციები თუ ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბარო. მე ერთ რამეს გეტყვით, ბოლოს და ალბათ გადავცემ უკვე სიტყვას ჩვენს სახელმწიფო მინისტრ და თავმჯდომარის კომიტეტის. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ დღეს ხელისუფლება გზნობს თავს ანგარიშვალდებულად ხალხის და საზოგადოების წინაშე.